რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები თურქეთის ქალაქ სტამბოლში როგორც ჩანს კრახით დასრულდა, როგორც ამბობენ და როგორც წერება მედიაში მხარეები, რომლებიც დაესწრნენ ამ შეხვედრას, ეს არის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები დახუძული დიალოგი, არ დარჩნენ მოხიბლულები საკუთარი წინადადებები და საბოლოო ჯამში შეხვედრა არასრულ 2 საათში დამთავრდა, რაც ამ ტიპის შეთანხმებისთვის ძალიან მცირე დრო არის, მაგრამ საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ მოკლედ არსებობს ორი განსხვავებული ნარატივი ორივე მხარეს, მაგალითად უკრაინა ამბობს, რომ რუსეთი რასაც ითხოვს, ის არის არარეალისტური და რუსეთი ითხოვს რას. რუსეთი ამბობს, რომ იმ ტერიტორიებისგან სრულად უნდა გავიდნენ უკრაინელი ჯარისკაცები, სადაც რა ტერიტორიებიც ანექსირებული აქვს და საკუთარი კონსტიტუციის ფარგლებში აქვს შეყვანილი რუსეთის ფედერაციას, მათ შორის, როგორც ამბობენ, ისეთ რეგიონების დასახელდა, სადაც რუსეთი არც შესულა ომის დროს. ანუ არც დაუპყრია არანაირი მოქმედებები არ ყოფილა, მაგრამ ასეთ ტერიტორიებით შეუყვანია რუსეთს, როგორც მოთხოვნა იმისა, რომ ომი დასრულდეს. თავად რუსეთი, ხო, სწორედ ამას ითხოვს და ნუ ცხადია ამის არასრულად ომის დასრულებას კი არ სთავაზობს, არამედ დროებით ომის შეწყვეტას სთავაზობს, ასე რომ ამ ხრივაც არანაირი საფუძველი იმისა, რომ ომი დამთავრდება, ჯერჯერობით არ იკვეთება. ვლადიმერ მედინსკი, ვლადიმერ პუტინის დამხმარე ასისტენტი ხელმძღვანელობდა ამ დელეგაციას და საბოლოო ჯამში ისინი არასრულ 2 საათში გაიმართა, არ იყო ეს არაფრის მომცემი დიდწილად მოლაპარაკებები, ალბათ ისევ სხვა რეჟიმში გადავლენ და დონალდ ტრამპის ჩართულობით მოხდება ყველაფერი ეს, როგორც დონალდ ტრამპმა თქვა, სანამ ის თვითონ არ ჩაერევა, მაინც არაფერი არანაირი მოგვარება ამას არ უწერია წინ. სხვა შორის ზელენსკი არის იმყოფება ალბანეთში და იქიდან მან და სხვა ლიდერებმა ერთად დაურიგეს დონალდ ტრამპს და მოახსენეს შედეგები იმ ვითარებისა, რაც გაისმა სტამბოლში. ამიტომაც ვნახოთ უკვე მომდევნო კვირაში შეიძლება რაღაცა გამოკვეთილად დავინახოთ თუ საითკენ მივიდეს რუსეთ-უკრაინის ომი. ხო, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით თუ ძვრები არ ყოფილა, საინტერესო სიახლე გავიგეთ დღეს იაპონიის მხრიდან, რომელმაც საგანგაშო მონაცემები წარმოადგინა რეალურად, ვინაიდან მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, როგორც ჩანს, იაპონიის ეკონომიკა შემცირდა 0.7%, რაც აჭარბებს როგორც ანალიტიკოსების ყველაზე ნეგატიურ პროგნოზს, ასევე თავად მთავრობის გეგმასაც და ეს იმაზე მიუთითებს, რომ რეალურად ქვეყანას დგას უკვე ოფიციალურად რეცესიის ზღვარზე, რადგანაც იაპონიის ეკონომიკური ზრდა არის შენელებული ბოლო პერიოდში, თანაც კატასტროფულად ამას განაპირობებს როგორც მონეტარული პოლიტიკა, ასევე ვალუტის მერხეობა და ასევე ისიც, რომ შიდა მოთხოვნა არის შემცირებული და თანაც იაპონურ პროდუქტებს სოფლიოს მასშტაბით ისე აქტიურად აღარ ყიდულობენ, როგორც ადრე ყიდულობდნენ. ამას თუ დავამატებთ ტრამპის მიერ დაწესებულ ტარიფებს, დავინახავთ, რომ იაპონიას ნამდვილად ძალიან ცუდად აქვს საქმე. წინა კვარტალთან შედარებითაც კი კლება იკვეთება, ოღონდ ამ შემთხვევაში კორექციის მაჩვენებელი არის 0.2% და საერთო ჯამში ვხედავთ, რომ იაპონიის ეკონომიკური მდგომარეობა ბოლო პერიოდში ძალიან მკვეთრად არის გაუარესებული. იაპონია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალ ტექნოლოგიური და მაღალ განვითარებული ქვეყანა, მაგრამ ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტის დიდი ნაწილი, რაც მთავარი ტექნოლოგია, არ ვითარდება იაპონიაში, არამედ ვითარდება ამერიკის შეერთებულ შტატებში. მან ბევრი კომპანია, ერთ-ერთი მათგანი არის Perplexity AI, ერთ-ერთი წამყვანი კომპანია არის ის, რომლის შეფასება გაიზარდა 14 მილიარდ დოლარამდე, ანუ 1 წლის განმავლობაში 5 მილიარდი დოლარით გაიზარდა კომპანიის ინვესტორების მიერ განცდილი აღქმა და ეს ყველაფერი უკავშირდება საინვესტიციო რაუნდს, რომლითაც იგეგმება 500 მილიონი დოლარის მოზიდვა სწორედ 14 მილიარდ დოლარი შეფასებით, valuation-ით იგივე, ამიტომაც მოუწევთ ინვესტორებს უფრო ძვირი გადაიხადონ უკვე მომდევნო წლებში Perplexity-ის სანაცვლოდ, რაც არის სრულ თანხვედრაში იმ ტენდენციასთან, რომელიც მსოფლიოში არსებობს, კომპანიები ძვირდება, ChatGPT ვითარდება, ChatGPT-ის ფონზე სხვა ჩატბოტები და დიდი ენობრივი მოდელებიც ვითარდება, უკვე სხვა ტიპის ხელოვნური ინტელექტზე მიდის საუბარი და ამიტომაც ეს ინდუსტრია ნელ-ნელა ყალიბდება როგორც მსოფლიოს ყველაზე დიდი ინდუსტრია და სავარაუდოდ რამდენიმე წელიწადში უკვე ხელოვნური ინტელექტი როგორც ასეთი ჯამურად და კრებითად იქნება პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ფინანსური აქტივი, ფინანსური სისტემა და ინდუსტრია. კი და თანაც ხელოვნური ინტელექტი ინერგება სხვადასხვა პლატფორმებშიც, ერთ-ერთი პლატფორმა, რომელშიც ახლა უკვე AI ფუნქციონალი გამოჩნდა, ეს არის TikTok-ი, რომელმაც დაამატა ერთი საინტერესო ფუნქცია, მას ქვია AI Live, რომელიც მომხმარებელს აძლევს საშუალებას, რომ ფოტო გარდაქმნას live მოკლე ვიდეოთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ stories რეჟიმშია ჯერჯერობით ხელმისაწვდომი, მაგრამ ტექნოლოგიური პროგრესი გვიჩვენებს, რომ რაც იწყება მცირედი, შემდეგ აუცილებლად ფართოვდება და ალბათ ძალიან მალე ვიხილავთ TikTok-ზე უკვე სრულად AI გენერირებულ კონტენტს, ვინაიდან
კრეატორი უბრალოდ ეტყვის, მარტივად რომ თქვა, TikTok-ის ალგორითმს თუ რა უნდა რომ დააგენერიროს და შემდეგ უკვე ხელოვნური ინტელექტი ამ ბრძანებას ძალიან მარტივად და სწრაფად აღასრულებს. ხელოვნური ინტელექტი ვითარდება მართალია, მაგრამ პლანეტაზე ჯერ კიდევ დარჩა ძალიან ბევრი ბიზნესი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი არ ჭირდება განვითარებისთვის, ან ჭირდება ძალიან მინიმალურად. ერთ-ერთი მათგანი არის მაღალი მოდის ბრიტანული ბრენდი Burberry, რომელიც თანამშრომლების რაოდენობას 20%-ით ამცირებს. საუბარია 1700-მდე თანამშრომლის დასაქმებულის გათავისუფლებაზე და ეს ყველაფერი სრულად ახლადრაში იმ ტენდენციასთან, რომელიც გვესმის მსოფლიოს არაერთი კომპანიიდან, რადგან მათ სურთ ხარჯების დაზოგვა და მოგების მარჟის ოპტიმიზაცია, ანუ მოგების გაზრდა და საკუთარი ინვესტორებისთვის ძალიან დიდი ამონაგების მიცემა. მით უმეტეს, რომ Burberry Group-ის შეფასება 65%-ით არის შემცირებული 2023 წლის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით. ამას სხვა მიზეზებიც აქვს, გარდა უშუალოდ Burberry-ის ფინანსური წარმატებულობისა, რადგან ზოგადად ინდუსტრია არის დაღმავებისკენ მიმართული ბოლო პერიოდში, მაგრამ სწორედ ამ ტიპის ქმედებები და 20%-ით თანამშრომლების შემცირება არის ის ნაბიჯი, რომელსაც კომპანიები ამ მიმართულებით დგამენ. და ბოლო პერიოდში ასევე საკმაოდ ცუდად აქვს საქმე Novo Nordisk's დანიურ ფარმაკოლოგიურ გიგანტს, რომლის დირექტორი ლარს იორგენსენი ტოვებს უკვე ოფიციალურად თანამდებობას და Novo Nordisk'ში საერთოდაც იგეგმება მენეჯმენტის სრული ცვლილება, რადგანაც 2024 წლის პიკურ მაჩვენებელთან შედარებით კომპანიას აქვს 60%-იანი ვარდნა. კოლოსალურად ცუდი შედეგია, ეს ყველაფერი კი მითი არის გამპირობებული, რომ ბოლო პერიოდში Novo Nordisk'მა ვერა და ვერ მოაბა თავი ახალი თაობის ზონაში კლების პრეპარატის შექმნას. მართალია ვეგოვი და ეზომიპიკი იყო ძალიან პოპულარული და კარგი, მაგრამ ახალი პრეპარატი უბრალოდ ვერ შექმნა კომპანიამ, ამის ფონზე კი მისი ფინანსური შედეგები მკვეთრად არის გაუფასურებული.